მოგესალმებით, მე ვარ კატერინა და თქვენ მოხვდით არხზე, სადაც უამრავ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ ხელნაკეთი ჩანთების შესახებ. ჩემმა გამომწერებმა უკვე იციან, რომ ჩემს არხზე უფასოდ შეუძლიათ ვიდეო გაკვეთილების ნახვა. ამ ვიდეო გაკვეთილში კი აი ეს შვენიერი ჩანთა დაგიმზადეთ და თან დეტალურად გასწავლით, როგორ დაამზადოთ ასეთი სილამაზე. ჩანთის დასამზადებლად დაგჭირდებათ 0.5 ან 0.6 მმ ზომის მყარი ძუა, 8-10 მმ ზომის მაყვალი და 8 მმ ზომის მარგალიტი. ძუაზე გაატარეთ 1 მარგალიტი, შემდეგ ძუის ორთავე მხარეს დაუმატეთ მაყვალი და ძუის ორთავე მხარე შეკარით 1 მარგალიტით. ასე მივიღეთ მაყვლის ჩანთის პირველი თვალი. ძუის ორთავე მხარეს დაუმატეთ თითო მაყვალი და ორთავე ძუა გაატარეთ 1 მარგალიტში. გაითვალისწინეთ მთავარი პრინციპი. 1 თვალი შედგება 4 მძივისგან. პირველი რიგის დასასრულს, რიგის შემოbrunებისას ქვედა ძუას დაუმატეთ მაყვალი, მარგალიტი და მესამე მაყვალში გაატარეთ ორთავე ძუა. ახალი რიგის დაწყებისას კი მარჯვენა ძუას დაუმატეთ მარგალიტი, შემდეგ მაყვალი და კიდევ 1 მარგალიტი და ამ მარგალიტში გაატარეთ მეორე ძუაც. სწორედ ასე შეიკრა მეორე რიგის პირველი თვალი. თუ ჩემი ვიდეოები ნანახი გაქვთ, უკვე გეცოდინებათ, როგორ უნდა გააგრძელოთ მთელი რიგის ქსოვა. თუ პირველად ნახეთ ჩემი ვიდეო, მაშინ გეტყვით, რომ ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ თვალში, ზედა ძუას კი დაამატეთ ჯერ მაყვლის თვალი, შემდეგ კი მარგალიტი და მარგალიტში გაატარეთ ორთავე ძუა. სწორედ აი ამ პრინციპით უნდა გსოვოთ მთელი რიგი. კარგად დააკვირდით ნაქსოვს და უფრო ადვილად მიხვდებით, რომელი თვალი როდის უნდა დაამატოთ. მაყვალი და მარგალიტი ერთმანეთის მონაცვლეობით უნდა მიდიოდეს. მეორე რიგის დასრულებისას ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ თვალში, შემდეგ ამ მარცხენა ძუას დაუმატეთ მარგალიტი და მაყვალი. სწორედ ამ მაყვლის თვალში გაატარეთ მეორე ძუაც. ასე დასრულდა მეორე რიგი. მესამე რიგის დაწყებისას მარცხენა ძუას დაუმატეთ მარგალიტი, მაყვალი და კიდევ 1 მარგალიტი. სწორედ ამ მესამე მარგალიტში გაატარეთ ორთავე ძუა. ასე შეიკრა მესამე რიგის პირველი თვალი. ახლა კი სტანდარტულად უნდა გააგრძელოთ ქსოვა, ისე როგორც მეორე რიგი მოგსოვეთ. სხვა ჩანთებისგან განსხვავებით, ამ დიზაინის ჩანთა განსხვავებულად იქსოვება. არ დაგავიწყდეთ მყარი ქსოვის ტექნიკა გამოიყენოთ, რათა ნაქსოვი უფრო მყარი, უფრო შეკრული იყოს და შემდეგ ჩანთა ფორმას არ დაკარგავს. თუ სხვა ჩანთების ქსოვისას ჯერ ძირს ვქსოვდით, შემდეგ კი უკვე სიმაღლეს ვუკეთებდით და გვერდებს ვქსოვდით, ამ შემთხვევაში საქმე განსხვავებულადაა. ქსოვისას გაითვალისწინეთ გვერდების სიმაღლე, ამ გვერდების სიმაღლეს კი ძირის სიღრმეც, ძირის რაოდენობაც დაუმატეთ. მთლიანობაში მე 14 მთავარი თვალი ავიღე და 26 რიგი მოვქსოვე.
ეს ზომები მე ჩემით გავაკეთე, რადგან მინდოდა ჩემთვის სასურველი ზომის ჩანთის გაკეთება, მაგრამ ძირითად თვალს ხშირ შემთხვევაში 10-ს ან 11-ს იღებენ. რამდენიმე მომწერა, რატომ ვიყენებდი 0.5 მმ ზომის ძუას, მაგრამ ჩემი ნაკსოვი ასეთი მყარი გამოდის. ძივებით მოქსოვილ ტილოზე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი ზომის დანაყოფები, ისე რომ ჩანთის გვერდები და ჩანთის ძირი გამოიღოს. შემდეგ კი ჩანთის გვერდების ქსოვას შიდა მეორე რიგიდან ვიწყებთ. გვერდით მდგომ 2 მარგალიტში გაატარეთ ძუა, შემდეგ მარჯვენა ძუას დაუმატეთ მაყვალი და დაუმატეთ 1 მარგალიტი. მარგალიტში გაატარეთ ორთავე ძუა და შეკარით თვალი. შემდეგ ქვედა მარგალიტში გაატარეთ ქვედა ძუა, ზედა ძუას დაუმატეთ 1 მაყვალი და 1 მარგალიტი და შეკარით თვალი. სწორედ ამ პრინციპით უნდა მოგსოვოთ მთელი გვერდი. გვერდის რიგის დასრულებისას ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მარგალიტში და მხოლოდ 1 მაყვლით შეკარეთ. მარცხენა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მარგალიტში და დაიწყეთ ზუსტად ისე რიგის ქსოვა, როგორც პირველი რიგი მოგხსოვეთ. სწორედ ასე იქსოვება ორთავე გვერდი. ასე მარტივად მოგხსოვეთ ერთი შეხედვით რთულად დასამზადებელი ჩანთა. ვიდეო გაკვეთილის მეორე ნაწილში კი ჩანთის სახელურისა და ბურთულების დამზადებას გასწავლით.